დღეს მოვამზადებთ უგემრიელეს ჩახოხბილს. არ ვიცი, საოცრება გამოვიდა. აქვე ვიცი, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა შემომივა ქვაბზე და მინდა გითხრათ, რომ სულ ახალია, იდეალურად ამზადებს, მაგრამ უფრო ზუსტ პასუხს ალბათ გეტყვით 6 თვის ან 1 წლის შემდეგ. ქვაბში გადაიტანეთ კარაქი, რომ გადნება ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები, მე მხოლოდ ბარკალი და ბარკლის ძირი გამოვიყენე, იმიტომ რომ თეთრი ხორცი არ მიყვარს, შეწვით ერთი მხრიდან და გადმოატრიალეთ. შემდეგ დავუმატეთ ნახევარგოლებად დაჭრილი ბევრი ხახვი და დაელოდეთ, რომ მეორე მხრიდანაც შეიწვოს და ხახვიც მოიხრაგოს. შემდეგ დავუმატეთ პომიდორი, ცოტა წყალი, ტომატ პასტა, დაფნის ფოთოლი, სუნელები, ქინძი, უცხო სუნელი და ბაზილიკი, ასევე პაპრიკა და სიცხარისთვის აჯიკა და მარილი გემოვნებით. კარგად ამოურიეთ და დაელოდეთ, რომ ქათამი ბოლომდე მომზადდეს. შემდეგ დავუმატეთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, რა თქმა უნდა, რეჰანი ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ ფიზიკურად არ მოიპოვება ახლა. გააჩერეთ 2-3 წუთი ცეცხლზე და ჩახოხბილი მზად არის. გადმოიტანეთ თეფშზე, ამოუსვით თონის პური და რომ მოამზადებთ ამ რეცეპტით, მე გამიხსენეთ. გემრიელად მიირთვით.